მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. პირდაპირ ეთერში ვართ. რუფოთიდან მოგესალმებით. მაშასე ჩვენ ვიწყებთ და თქვენი მკუხარეთ აშის ფონზე მოგესალმებით. კაში დაუბრუნდეთ ერთმანეთს. მივესალმები უსაყვარლეს გოგო ბიჭებს. შეგრებილებს 37 წლის შემდეგ. გასულა 37 წელი და დღეს ისევ ერთად იმყოფებით ერთად იმიტომ რომ გაიხსენოთ თქვენი ლამაზი ბავშვობა, რაც გაკავშირებს ერთმანეთთან. ყველაზე ლამაზი წუთები და წამები და წუთები, რომელიც არ გტოვებთ, თქვენთან ერთად იზრდება, მეტად ძლიერდება და ყოველდღიურად უფრო და უფრო ღვივდება და ფაქტიც ახეზია, რომ 37 წლის შემდეგ ისევ რუფოთის სკოლაში მობრძანდით და ტაშით მივაგებოთ მეგობრებო, ერთმანეთს კიდევ ერთხელ. მეგისურვებ, რომ როდესაც გექნებათ 100 წლის თავი, აი აქ მობრძანდეთ კიდევ უკლებლივ და გაიხსენოთ თქვენი ესეთი ლამაზი და ბედნიერი წუთები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ესეთი ორგანიზებისთვის, ვინცანი ორგანიზატორი ვიკითხავ ცოტა მოგვიანებით. დღეს ცოტათი განსხვავებულია ჩემო ძვირფასებო წითელ ხალიჩაზე გამოცხადების ცერემონია. ვისთვისაც მადლობა ორგანიზატორს, მართლაც დასაფასებელია მისი შრომა, ძალიან ბევრს ვიმხიარულებთ და დარჩით პირდაპირ ეთერში. მოდი დავიწყოთ და ყველა გამომსვლელს მე მინდა ტაშის ფონზე მივეგებოთ, მაშასე. ადამიანს, რომელიც გამოივის ახლა წითელ ხალიჩაზე, უყვარს იუმორი, აქვს გამჭარიანი გონება, აქვს კარგი შვილები და უკარგესი შვილიშვილები. თუ იცით ვიზია საუბარი. სიცა გოგიაშვილი, ტაშით მივეგებოთ. და ჩვენთვის ახალი შემდეგი ვიზოთი ჩვენთან არის საოცრად გამრჯენ მშრომელი კარგი შვილების დედა ლელა გოგიაშვილი, ტაშით მივეგებოთ. აქედარჩით, ვინც მოვიდა აქედარჩით. შემდეგი ვინც გამოივლის ყავს სტუმართ მოყვარე მშრომელი სოფლის მეურნეობის კარგი მცოდნე პატიოსანი ზვიადი დიაკონიძე, ტაშით მივეგებოთ. შენ ისე პატარა მერვე კლასელო. შემდეგი აბა ნიჭიერი განათლებული დიდი ფეხბურთის მექომაგე თავის სამ ვაჟკაცთან ერთად. მიხვდით ვიზია საუბარი? მალხაზი მემანიშვილი, ტაშით მივეგებოთ. ვაშელები ვით გასმოხდით აქეთ ძალიან ხოთ. ეს ყველაზე საინტერესო და სახალისოა. კარგი ხელოსანი 5 დღის საქმეს 2 დღეში აკეთებს. 4 დისმევი დაბადებული თვითონ ლამაზი გოგონების მამა მალხაზი საყვარელიძე, ტაშით მივეგებოთ. მერვე კლასელო შენ მეცგიან ჩნევალდა. ბელგიის პრინცი, ბიზნესმენი, ცეკვის მასწავლებელი, ულამაზესი გოგონების მამა დავით ლილუაშვილი. აბა გავაგრძელოთ. ექიმი დოცენტი, მშენებელი, მთისკაცი, ფეხბურთის დიდი მოყვარული, თვითონაც თამაშობდა ფეხბურთს კარგად. კარგი შვილების მამა ზვიადი ჩიტიძე, ტაშით მივეგებოთ. შემოგვიეცდება ლამაზი მოხდენილი მასწავლებელი, დიეტა რომ არ ჭირდება არასდროს, სადედამთილო ქალბატონი როენა ბურთენიძე. საინტერესოდ იწყება დახასიათება. ჯერ კიდევ თავისუფალი. ნიჭიერად კარგად სწავლობდა. სულ ქონდა დავალებები შესრულებული. ზაზა თოდიძე, ტაში მეგობრებო. ქალაქსა თუ სოფელში მშრომელი, განათლებული, კარგი შვილების მამა, შვილიშვილებზე უზომოდ შეყვარებული ალექსანდრე კუბატაძე. ლამაზად შვილების აღზრდელი დედა მიცვნია ღმერთმა და ქირურგი მკერავი შორენა რობაქიძე, ტაშით მივეგებოთ. თბილი ტკბილი კეთილი ოქროსფერი კარგი შვილების და სიმპათიური ბიჭის ბებო ხათუნა სოფრომაძე, ტაში მეგობრებო.
ლამაზი, ელეგანტური მოხდენილი, დიეტა რო არასდროს სჭირდება, თინეიჯერი ბებო, მიმოზა ქასრაშვილი. არა ყავს. შემოგვიერთება, კარგია და უზომოდ უყვარს იუმორი, გამოსდის კიდეც მხიარული, კარგი მოცეკვავე, კარგი შვილების დედიკო, ირმა ყობახიძე, ტაშით მივეგებოთ. ანგლისის ჩამოვიდა ემიგრაციიდან. თბილი, ნაზი ტკბილი, შვილებზე და შვილიშვილებზე გადაყოლილი ბებო. ბოლოს აკრობატობა დაიწყო და შედეგი სახეზეა თამარი დუშერი ტაშით მივეგებოთ. სოფლის და რაიონის სასწრაფო დამხმარე, ენა კვიმატი, იუმორის მოყვარული, კარგი შვილების მამა, ობაგონძაბე ტაშით მივეგებოთ. მაშასე ვაგზავნებთ მეგობრებო, სიმპათიური, ენა მრავალი, დენი რომ არ ქონეს მაგის იმედზე ვართო, მრავალშვილიანი მამა, გია გოგიაშვილი. ტაშით მოვიკითხოთ მაშინ მეგობრებო. კარგი მეგობარი, სმდილი, კეთილი, ყურადღებიანი, უყვარს ფეხბურთი და შეაყვარა შვილსაც. გოჩა ფოცხორაშვილი, ტაშით მივეგებოთ. მაშასე მეგობრებო, ტაშით მივეგებოთ. შემდეგ ვინც გამოვხდებათ, ისიც დღევანდელ ორგანიზატორია თან ხო? და ეს არაჩვეულებრივი ფრაზები მისი დაწერილია, ტაშით ხო გავაგონეთ ძალიან გქონთ. მისი საყვარელი ფრაზა, სიკეთით პასუხობ, ბოროტეფეს უფალს ვანდობ. სიმპათიური ქუთაისელი ბიჭის დედიკო, ორგანიზატორი ირგა გოგბეაშვილი, ტაშით მივეგებოთ ძალიან გქონთ. ეხლა კი ერთმანეთს დაუდგეთ გვერდიდეთ და რაც შეიძლება ხმამაღლა და ომახიანად მივულოცოთ ეს მშვენიერი და ლამაზი დღე ერთმანეთს. შეგები ახლა ხმადით მამაკაცებო ძალიან გქონთ. მაშასე, 1, 2 და 3 მომერთად. გიოცა! ფიტნესის კუჩები ზღაპრულა ვირტები რუფოთის სკოლას გაუვარ! და ჩეთის ახალი კიდევ ერთხელ ყველაზე გამავალ გაუვარ! გილოცავს ვირტოსება და გამოვერდები თეთრით 100 წლის შემდეგადაც ესე გველოდებით ერთმანეთის გვერდიბებს. იხარეთ, იბედნიერეთ და იდღეგრძელეთ. მოდი ახლა ცოტა გავმხიარულდეთ კიდევ უფრო მეტად და მე უნდა გკითხოთ ჯგუფში ვინ ყავდათ ყველაზე მშვიდი და ბუნჩულა. აბა, რომელი დახასიათებაში მახსოვს ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალია, ტაშით მივეგებოთ, აბა მოვიდეს. ბუნჩულა ბატონ, აპლოდისმენტებით, თქვენ ასე ტყვით თქვენი ძვირფას კლასელებს 37 წლის შემდეგ. აბა გისმენთ ბატონო. ჩავა ძვირფასო ავხანაგებო, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ევეცრობთ რავას და კიდევ 100 წლის მერე ასე შეკრებილი იყავით და კარგად ვიყოთ და ჯანმრთელად და ვედნიერად. აბა საპირისპიროთ, ყველაზე ცელქი და მოუსვენარი. აქ ვით ყავს თქვენ შორის ვის გაიხსენებთ? აბა რომელი? ბელგიის პრინცი მოვიდეს ჩვენთან. ბელგიის პრინცი სად არის? ტაშით მივეგებოთ, ყველაზე ცელქი და მოუსვენარი. რას ეტყვით თქვენს კლასელებს? რას ვეტყვი და ძალიან მიყვარს ყველა და ვინც არ არიან უბრალოდ გული დამსწრე რომ არ არიან. განაცვალეთ უგალეს მიყვარხარ. ვინ აგვიანებდა ყოველთვის თქვენ შორის სკოლაში მოსვლას? ლელა სად არის? რომელია? ტაშით მივეგებოთ. ძვირფასო რატო აგვიანებდით სკოლაში? ყველაზე ახლოს ცხოვრობდი და მართლის არ ეგონა წამოსვლა.
მოგილოცავთ დღევანდელ დღეს სულ ბედნიერება, ჯანმრთელობა გქონოდეთ თქვენი ოჯახებით და ასე ხშირად შევკრებილიყავით. როგორც შევძლებთ ყველა. ძალიან კარგი. ყველაზე წუწუნა ვინ ყავდათ კლასში? სულ რა წუწუნებდა? რომელი? ვინ გაგახსენათ? მაშინ მითხარით, აბა? არ გახსენდებათ ესეთი არც ერთი? არ გვახსენდება. განსაკუთრებულად წიგნების კითხვა ვის უყვარდა? გამახსენდა, მაგრამ რა მევიღებ ხმას იქეთ საუბარი. თავარია გაგახსენდათ და რაღაც გაგახსენეთ თქვენი ბავშვობის ლამაზი წუთებიდან. წიგნების კითხვა ვის უყვარდა თქვენ შორის? გოჩა ფოცხვერაშვილი. ტანშით მივეგებოთ მეგობრებო. ასე თქვით ბატონო გოჩა თქვენს კლასელებს. გილოცავთ ამდენად ბავშვებო დღევანდელ დღეს ძალიან გახარებული ვარ. დავით გისურვებთ ყველაფერს გააქვს და მინდა ეს გააგრძელოს კიდევ 100 წელი. და სამწუხაროდ არიან ჩვენი თანაკლასელები, რომელიც ვერ ესწრებიან გარკვეულ მიზეზების. ვინც არიან გარდაცვლილები ხო და წუთიერ ჯომები ვთქვათ რა. ჩვენი ვალერი დევიძე, კელა მიხელიძე, კახა კედაძე, ვერიგო ბოჭორიშვილი. და დანარჩე გილოცავთ კიდევ და კიდევ დღევანდელ დღეს და ხა ნაბოლოს არის ხმა მოგვესმა შორიდა. კარგი, თქვენ მითხარით ყველაზე მხიარული ვინ ყავდათ? ზღაპრულად ირთვება ენაკვიმატი რომელი იყო? ენაკვიმ ეხლა ხარკული გავუშვა გავიგონე. ტაშით მივეგებოთ მეგობრებო. ნერვე კლასელო მოგესალმებით. ჩემო კარგო ავხანაგებო, თანადოლებო, ჩემო ჯებო, ძმებო. მე მინდა რომ სულ ასე ხიარულად, კარგად ერთმანეთის სიყვარულში ვიყოთ მრავალი წლების მანძილზე და რა ვიცი, სულ მეტყვა მშვიდობით გამოვყოფოთ მე თქვენი ოჯახები და კარგად იყავით. რა სწრაფად გადის დრო ვაგზელებთ მეგობრებო. კარგი, ჩვენ ჩაგვერთება ერთ-ერთი თქვენი უსაყვარლესი თანაკლასელი და მოусმინოთ ძალიან გთხოვთ დიდი სიყვარულით. მოგესალმებით ყველას, ჩემო მონატრებულო დებო, ძმებო, სიძეებო, რძლებო, ჩემო აღზრდელო პედაგოგებო. მოგილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. მინდა სულ ასეთი ბედნიერი სახეებით ყოფილიყავით მუდამ. 127 წელი მოგველოცოს ერთი მეორეს ეს შესანიშნავი დღე. იხარეთ, იბედნიერეთ. ძალიან მიხარია რომ ასეთი ბედნიერები და ასეთი თბილი გულით ხვდებით ერთი მეორეს, რაც ბავშვობაში იყავით, აი ბოლომდე რო ისეთები ხართ და ისეთებად რჩებით. მართალია ჩვენ გულებს ბევრი აკლია ჩვენი ამხანაგები, მაგრამ რას ვიზავთ, ესეც უფლისნება არის. ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეთ მათ და ისინი მუდამ ჩვენ გულებში იქნებიან. იმედია მე 20 წლიან ემიგრანტობას უკვე საბოლოოდ დაუსვავ წერტილს და მეც ერთ მშვენიერ დღეს მეც მევერსება თქვენ გვერდში ყოფნა უფლისნებით. კიდევ გილოცავთ, სულ ჯანმრთელები, ბედნიერები, გალაღებული სახით ყოფილიყავით მუდამ. ერთი მეორეს მიმართ არ გაგნელებოდეთ ეგ სითბო და სიყვარული. გეფერებით შორიდან, კოცნით, ძალიან მიყვარხათ, ძალიან მეამაყებით, ძალიან მენატრებით ყველა და აი ბოლოს ბოდიშს აღარ შეგაწყენთ ცოტას. დიდი მადლობა დათო ლილუაშვილს. ჭუკა, დიდი მადლობა ძმაო. შენ მე მთელი ჩემი ბავშვობის მეგობრები
აქ ამერიკაში, შუაგულ ამერიკაში მაჩვენე და ყველა სითბო აქ ჩამომიტანე. მადლობა ძმაო შენი შვილებით. ღმერთმა სულ ჯანმრთელად გატაროს სითაც წახვი წამოხვიდე და ასმაგად გადამეხადოს, იმიტომ რომ შენ ამ უცხო მიწაზე გამაძლიერე შენი და შენი შვილების ჩამოსვლით. დღეს დროც საშუალება ძალიან ძნელი მოსაპოვებელია, მაგრამ მე გიხდი მადლობას, რომ შენ ჩემთვის ის 3 საათიანი გზაში მოგზაურობა არ დაიზარე და შენი შვილებიანა ჩემს ანახავად. მოდი ეს ალბათ კი არა იმ დაძმურმა სიყვარულმა გადმოგძლია ჩემსკენ და შენ მე ეს ლამაზი დღე მაჩუქე. მადლობა ძმაო ყველას. ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარულია, როცა ასეთ შორგზაზე მისი შვილებით ნახულობ უცხო მიწაზე. მადლობა უღმერთზე ყველას კოცნით გეფერებ. ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. შემოგვიერთდა ჩვენი უსაყვარლესი კლასელი, ლამაზი, ელეგანტური, მოხდენილი დიეტა არასდროს ჭირდება. თინეიჯერი ბებო მიმოზა ქასრაშვილი ტაშით მივეკებო ძალიან ვთხოვთ. გამოიარეთ წითელ ხალიჩაზე, ხარი აპლოდისმენტებით, მოგესალმებით. აბა, ნახოთ მონატრებული კლასელები. ძვირფასებო, თქვენ შორის ყველაზე მხიარული ცეკვა ვის უყვარდა ყველაზე მეტად? აბა, მითითებულია, მაგრამ აქ ვინც გყავს ბელგიის პრინცი, აბა, ცეკვის მასწავლებელი, წელსაც თქვენ მოგიწევთ. გოგონებიდან რომელი გყავს? აბა, მოგზანდით? აქეთ მეგობრებო, აქეთ გამოგზანდით. ტაში გავაძლიერეთ, აბა მეტი აპლოდისმენტები. აბა ტაში მეგობრებო. ხარი აპლოდისმენტები და ძალიან დიდი მადლობა. ცოტათი ახლოს რომ მოვიდეთ თუ შეიძლება და მე მინდა ორგანიზატორს მოусმინოთ დიდი სიყვარულით და მკუხარეტაშით. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და ორი სიტყვით თქვენს მოგისვენთ, აბა. უღრმესი მადლობა ჩემო თანაკლასელებო აქ მოგზაურობისთვის. ყველა მიცით რომ ჩვენი კლასი ყოველთვის გამოირჩეოდა სკოლაში ყველაფრით, ანუ აქტივობით, ცეკვით, სიმღერით, ყველაფერი კარგით გამოირჩეოდა ჩვენი კლასი. ხუმრობით, რა თქმა უნდა. ხოდა ყოველთვის იყო რომ ჩვენ შორის იყო ესეთი რაღაცა, არასოდეს გაგვისხოვებია ერთმანეთი, მაგრამ A და B კლასი იყო, აქ ორივეა A და B კლასი, რა ქალაქებში A და B კლასი არ არის და ჩვენთან იყო A და B კლასი, მაგრამ ჩვენ არ ვასხოვებდით ერთმანეთს, მაგრამ აი B კლასელები ვჯობდით ყველაფერში. აი ხა შედეგი სახელზია. აქაც B კლასელები აი ხარდა იყავი. ნამდვილად ეხუთის ერთიანი საიდუმლო ერთიანი ორგანიზატორს აპლოდისმენტები. თამადა ვინ არის დღეს ჩვენი ლამაზი სუფრის. მალხას დემანიშვილს ტაშით ვეკებილი. მაშალი ახლა ეს მაგრია დინგია შევიდია. დაყوارი ჩეროდამის კი. ჩემო მანქანაში შემოგეთილო მეგობრებო მაგაცებო დაკალებო ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს
მრავალი და მრავალი კიდევ შეგვძლებოდეს და შევკრებილი იყავით ასეთ ერთობით, კიდევ მატება არავინ გამოგვაგდეს და ვიმხიარულოთ და გავიხსენოთ ის თბილი ბავშვობა. რა ბავშვობიდანაც ჩვენ მოვდივართ. ერთ რამეს ვაკვირდებოდი ახლა. ასე სკოლაში რომ ვესწავლე ჩვენ არა გამოვიდოდი რაღაც ვიდა მოგებოდი აქედან ხარი შემოქრო და იქიდან ფანჯარა არის იყარები არის ახლა შედეთ გილოცავ ყველა მადლობა აში გაგვაგონოთ რომ ლაივში სისმოდეს ლევანდელ წარმატებას გედმიერი ვარ რომ ნახეთ შარშან უფრო მეტი იყო და გაგზელებული იყოს. თქვენი ყავით შარშან პირველები და წელსაც გაგზელებული იყოს და ბოლომდე ყოფილიყოს რა. შარშან იყო 160 მაინც. 60 სუკრა. და ბედნიერება არაბელია კლასელებს რო ნახავ და გაიხსენე. ზოგს ვერ ცნობ, ზოგს ცნობ და მადლობა წამყვანს, მადლობა თქვენ რომ ასეთ რამას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. თუ გაქვთ სურვილი მიკროფონს მეშვებით, ორი სიტყვით რომ მიმართოთ ერთმანეთს. მაშინ ისღა დაგჩენია ტაში პირადად კიდევ ერთხელ მეგობრებო. რუსეთის სკოლის კურსდამთავრებულები 25 წლის შემდეგ ძალიან დიდი მადლობა. იხარეთ, იბედნიერეთ და იდღეგრძელეთ. მადლობა მეგობრებო.